გამარჯობა. დღეს შეიძლება ბოლო დღეა, როცა ჩემს ამბავს გიყვებით. წარმოგიდგენიათ, ქეთიმ გადაწყვიტა ჩვენი შერიგების ამბავი მამამის უდღეს. მამამისი ხომ გახსოვთ? უზარმაზარი კლანჭების, სამი თავი და ცეცხლის მბრქვეველი პირი რომ აქვს. პრინციპში შეიძლება თქვენ ეგეთი არ გახსოვდეთ, მაგრამ დამიჯერეთ, მე ზუსტად ეგრე ვხედავ ხოლმე. ქეთი მითხრა, ყველაფერი უნდა უთხრათ, თორემ გრძნობს რაღაცას რომ უმალავთო. გამაგიშებს ეს კაცი. სიკეთეს ეგ ვერ გრძნობს. სიყვარულს და სითბოს ეგ ვერ გრძნობს და რაგან იმას გრძნობს რომ რაღაცას უმალავთ. ქეთის მამას ერთადერთი კარგი თვისება ის აქვს, რომ სიმთვრალეში კეთილი და უწყინარი ხდება. მოკლედ ალკოჰოლი 180 გრადუსით ცვლის. ამიტომაც ქეთი ჯერ დაათრობს მამამის და მერე ეტყვის ყველაფერს. იმედი მაქვს ეს გეგმა გაამართლებს. მაგრამ ამას რომ მორჩები, მაინც დავწერ ანდერს, ყოველი შემთხვევისთვის. გადავლიოთ დილის მადლი შეგვეციოს. სვა, მარტო. მოიცა. შერა. არ მითხრა რომ ეხლა კიდევ ნაძირალა ზურაზე ფიქრობ. არა, მამა, არა. არ ვფიქრობ ზურაზე. იმ ნაძირალაზე. უბრალოდ დასალევი ამინდია და მოდი რა, დავლიო. მამა, რას დალევ? აი კონიაკს დალევ თუ არახს დალევ? რა, რის კონიაკი? შენ ყავას დავლევ, რას? კარგი. ყავას კონიაკი დალევ თუ არყით? მარტო ყავას დავლევ, არ მინდა არაფერი კაცო, სხვა არაფერი გვაქვს სახში. როგორ არა გვაქვს? აი, ვისკი და რომი. არ მინდა დალევა. კარგი. მაშინ აი ეს უგემრიელესი ლიქიორი შოკოლადია და ეს მაინც შეჭამე რა ჩემი ხარ. არ მინდა, ყავა მინდა. ფანტაზარი დაასხეთში და დავლიოთ. არა. მამი, რაღაც მინდა რომ გითხრა. ოღონდ ცოტა მერიდება. რა, ჩემი გერიდება? მოიცა. ეხლა არ მითხრა რომ იმ ზურა შევრიგდი. ხო, მე და ზურა შევრიგდით. მეცა. ამიტომ დამალევინე არა? კარგ ხასიათზე რო ვიყო და არაფერი არ გითხრა. ერთს უნდა დავლიო. სად არის ზურა? დასხი. ზურა თარხან მოურავს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. სად არის? დადაურეკე, მიდი, მოვიდეს. მამი, დარეკო არ არის საჭირო. ზურ! მოდი! ჩემი საქციელი რას გავს, იცით ახლა? აი ნატურის გამოსვლა რომ გინდა, შუქს რომ გამორთავ და რო იცი რომ დენი არ შედის, მაგრამ ნატურის მოხსნისას ნატურას მაინც ფრთხილად რომ კიდებ ხელს, რომ დენმა არ დაგარტყას, აი მაგას. იცით რა გამახსენდა ბოლოს ესე რომ ჩამეხუტეთ სიტყვებს მეუბნებოდით ყურში რომ სხვას არ გაიგო.
ზურა, რაღაც უხერხულაძე ხარ, ზურა. უხერხულად არა, უბრალოდ ისევ ზივარ, რომ თუ რამეა უცბად გავიქცე. მოშინაურდი, ზურა, მოშინაურდი, რამე, მოშინ რაღაცა, მიდი. მოიცა, ფრათეგრეც რომ მოშინაურდები? არა, თუმცა მაინც ჩვენიანი არა ხარ? მოდი, აი ესე. მოდი. დადი, აი ესე. ერთი, იქოც მეტი, მეორე, აი ესე. გენაცვალე. სიძე შეძველო. ისე მართლა ძველი სიძე გამოდიხარ, ხო იცი? გენაცვალე. ჭიქას მოგიტან. აი, როგორ ვინატრო, რომ ლოთი მამა მყავდეს. მამა, შეხედე. ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ჭაჭის წვეთოვანი დაუდგა და ისიც კარგად იქნება სულ და ჩვენც. დაუსხი. მე. დაუსხი. ცოტა. რაღაც დაასხი. ეხლა მე მინდა თქვენი სათხეგრძელო დავლიო. თქვენ გაგიმარჯვოთ. მოიცა მართლა გაგიხარ რა? აბა რა. ესე იგი ეს აღარ დამჭირდება. არც ეს არ დამჭირდება. აბა შევუკეთოთ. გაგიმარჯოს. გაგვიმარჯვა. აი ასე გრძელდებოდა ჩვენი მხიარულება მთელი საღამო. რა ადვილად ჩაიარა ყველაფერმა. ერთადერთი რაც მაშინებს არის ის რომ მამაშენ რთული ასატანია პახმელიას. მაგრამ თუ რამეს მეტყვის ნახე რა მოვიფიქრე? ღვინოს მივას ხავ ეგრევე? ქეთის მამას მართლა ძალიან ცუდი პახმელია აქვს. კარგი ხასიათის მთელ რესურსს სიმთვრალეში ხარჯავს და პახმელიაზე რიცხვებში რომ გითხრათ, ნული კარგი ხასიათი აქვს დარჩენილი. ну კი არ ვაბუქებ, აი სალომე რომ დაიბადა, მაშინაც პახმელიაზე იყო და აი ასე გაუხარდა. ბატონო რევას, შვილი შეგეძინა, გილოცავთ. ისე როგორ კარ, რამდენი იცეკვა გახსოვს? არა, ჩვენ დავიღალეთ და იქ მაინც აგრძელებდათ. ვაიმე კაცი, როგორ ცეკვა და ფერზე ხო ძვლის იკლა და მოდი შეძველო, სიცე შეძველო, მოდი ერთად ვიცეკო და ვა, ჩემმა სიმამრმაც გაიღვიძა უჩეგონოსალე. კადია გედა. კეთი. ხომა. რა უნდა ნაძირალას აქ? რა კარგად ხუმრობთ? ვითომ არ გახსოვთ რომ ეს ნაძირალა და თქვენ გუშინ ერთად ვსავდით. მე ეს ნაძირალა ადღეგრძელეთ კიდევაც და ბოლოს დაუჩოქეთ და სიყვარულსაც უხსნიდით. ესე იგი ეს სიზმარი არისო? ყველაფერი სინამდვილეში მოხდა. დიახ, სინამდვილეში მოხდა, აბა ესეთი პოზიტიური სიზმარი როგორ დაგესიზმრებოდა თქვენ. მე შეგაჩვაი, როგორ უნდა შეცერა? დათრობა და შეცერა. მე შეგაჩვაი. მე უკვე დიდი გოგო ვარ და მე თვითონ გადავწყვეტ ზურას შევურიგდე თუ არ შევურიგდე. კეთი, მეც დიდი ბიჭი ვარ და მე თვითონ გადავწყვეტ. ზურა დავჭრა, თუ დავხიო, თუ დავახჭო. გამოვშვი, კეთი, გამოვშვი, პახმელიაზე მაინც რაფად ვერ იქ. მოდი გელაპარაკე. მოდი შენ. პახმელიაზე ეს გამიშვი. რა გინდა? ჩემი სიკვდილი გინდათ, არა? არა, მამა, არა. ვაიმე. აი ესე დაწმართი. ვაიმე. მამა რა გჭირს? მე. ვაიმე, ზურა მოდი. ვაიმე, მე მგონი სულაც არის. უიქნება თავს იმტავრუნებს და უნდა რომ მიმიტყოს და მე არა, მართლა დარეკის უწევს. ვიცი როგორ ვინერვიულე. კიდევ ამ ინფარქტი მიიღე.
ის რას ამბობს მაგაზე? ზურა. ზურა ამბობს დარწმუნებული ვარ იმ ფაქტი არ იქნებოდა, მაგას ქვის გული აქვს. ეცა გავიდი აქედან, მაგას რას უზამბული? კარგი რა მამა რა, შენც არაფრით არ შეიძლება ნერვიულობა. ვერ გაიგე ექიმა რა გითხრა? რა აუცილებლად რამე სასიამოვნოზე უნდა იფიქრო. შენ ვერც კი წარმოიდგენ რა სასიამოვნო რამეებზე ვფიქრობ. აი ხლა წარმოვიდგენ როგორ დავავლებ ქეჩოში ზურას ხელს და ფანჯრიდან როგორ გადავაგდებ. მამა, ზურა არის სულ სხვა ადამიანი. იცი როგორ შეიცვალა? ვინ შეიცვალა? ზურა შეიცვალა? რას მე ზურას ვიცნობ? მარტო ორი რამე შეეცვალა. ხერხემლის ფორმა და თმის რაოდენობა. ერთი სწორიდან დაღრეცილობისკენ, მეორე ბევრიდან ცოტასკენ. მამა, სალომეს თავს ვფიცავა, რომ ზურა ძალიან სხვა ადამიანი გახდა. სხვა ადამიანი თუ გინდოდა, სხვა ადამიანი ვერ შეიყვარე. რასაც იმაგ ზურას. ერთი კარგი რამე გაუკეთებია ცხოვრებაში. ერთი ყვავილიც არ მაურთმევია შენთვის. როგორ არა? ერთი ყვავილი უჩუქებია. მე კარგი ყვავილი იყო? არა. მეც მაგას ვამბობ. ერთი დამჭკარი ყვავილიც მეტი ვერ გაუმეტებია შენთვის. მამა, აი მართლა გული მიგრძნობს, რომ ეხლა ყველაფერი სხვანაირად იქნება და გამოგვივა. და ადრე რას გიგზნობდა გული რომ შორდებოდით ერთმანეთს? იცოდე, თუ კიდე ერთხელ დაშორდებით ერთმანეთს და მოხვალ დაღვრემილი სახით მამიკო სახლში შემომიშვი. წვირწიგ მიყურავ კარებს. არ დარწმუნებული ვარ, რომ ეგრე აღარ მოხდება რა. ბატონო რევას როგორ ხართ? მადლობთ არამიშას. მე ხა დამამშვიდებელს გავუკეთებ. თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. ამიტომ მხოლოდ ახლობელ ადამიანებს აქვს თქვენთან შემოსვლის უფლება. პირველი მე მგონი რიგში თქვენი სიძე დგას. ნაძირა უნდა შემოვიდეს? ესე ხუმრობენ ხოლმე. ის ეძახის არამზადას და ეს ნაძირალას. კიდევ კარგი მოგისწარით, აი, წერილი მოგიტანეთ ბაბუა ჩემთან იმ ქვეყნად რომ წაიგოთ. მამუკა თან მოურავი. აღარა კარგოთ. აი, ეს აქ იყოს. ხო. ექიმი ვნახე და მითხრა რომ დამამშვიდებელი გაუკეთეო. ცოტა ხანში მოდუნდება, არაფრის თავი არ ექნებაო და მშვიდად დაელაპარაკეო. ხო და მეც მშვიდად გეუბნებით რომ მე და ქეთი ერთად ვიქნებით. და ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით და ბედნიერად. რამდენი იმპაქტიც არ უნდა მოგივიდეთ მაინც. აბა? არაფერს მეტყვით? ჯერ არ მოგვედია წამალს. არ მოგვედია წამალს. არა უშავს, ხო იმოქმედებს, არა? უაიმე. აი? ზურიკო. უიმე. ზურა. იცოდე. იცოდე ჩემშულს თითი არ დააგარო თორე. არ ვიცი რას გიზა. აჰა. მოქმედებს? თქვენ შვილს, ხო? თქვენ შვილს კი არა. თქვენ შვილსაც დავაკარებ. აი. ზურა, იცოდე. და ვერაფერსაც ვერ მისამ. აი. განანებ მაგ საქციელს. კარგი რა. ნახე? აი. დატკბი ბუნებით. ნახე. კარგია? რა მითხარი? გააგრძელ ბუნებას უყურე მაშინ. ჩემი საბეჭდი მანქანასავით არის. ტაკ 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 ტაკ. ხო, აი საბეჭდი მანქანა გახსოვთ რომ ესროლე და გვერდში რომ მომარტყი. აი, ეგ არის. იცი? მე შენთვის ეს ლამაზად 27 კარგი და 28 ცუდი ამბავი მაქვს. მე და ქეთი 27 ჯერ დავშორდით და 28 ჯერ შევრიგდით და ამას გიმალავდით ბუნებას უყურებთ. მოკლედ მე და ქეთი ქორწინდებით. თან მალე. თანახმა ხარ? არა, მე მაინტერესებს თანახმა ხარ თუ არა? ვიცოდი რომ თანახმა იყავიდან, ვიცოდი რომ ოცნებობდი ჩემნაირ სიცეზე. აი, ნერვიულობ ეხლა შენ. ნერვიულობ და ეხლა აი ეს დაიფარე და დამშვიდები. აი ეს. აჰა, ნახე რა მშვიდი სახე გაქვს, ნახე. ბატონო. რა. ნანაირი სახე გაქვს, გეიღიმე რა. აჰა, ეს სხვა. აი ამას ქვია გათიშე და იბატონე.
ახლა რა მაინტერესებს? მე და კეთი ქორწინდები და თუ თანახმახა ორჯერ დახუჭე და გაახილე თვალი და თუ არ ხარ თანახმა, მაშინ დახუჭე და საერთოდ აღარ გაახილო. აინე მე მგონი დამამშვიდებელი ძალას კარგავს, მაგრამ ეს უნდა მოვასწრო. ცოტა ხანიც, ჩერტი. ღიმილი. აბარა, აი, ესე. ტუჩები, სექსუალური ტუჩები. ესეც ესე ამას Facebook-ზე დავდებ, სალომეს გაუხარდება ვაიმე. კარგი, მე წავედი წერილი, მაგარი ვაიმე წავედი. აბა კარგი. საღოლ რა მე ერთი ცოლიც ვერ მომიყვანია შენ უკვე მეორედ მოყავს ოღონ ერთი და იგივე გოგო რა რიგა როგორ ფიქრობ ახლა ულვაში რომ მოვეპარსე ცოტა ასაკი დამაკლდა დაგაკლდა თან ისე დაგაკლდა რომ ბარემ მიდი მოითავე რო გზაში არ ჩაიფიშო იუმარი რა ხარიგეთ ხასიათზე რა არ მოგწონს ჩემი და კეთის ამბავი აი აშუაში ეგ როგორ არ მომწონს უბრალოდ აი პატარა ქორწილს რო იხდით ეგ არ მომწონს რა რატო რა არის შენ დიდ ქორწილებში რამდენი ისეთი დაბრენული და რატომღაც ბედნიერი გოგო იჩდება მოკლედ დაიკიდე რა ისეცემა რა მითხარი ხარ როგორ გამოვიყურები აბა შეუცვლელად მაგრად მამუკა მიკუშ მითხარი როგორ გამოვიყურები იცი რა არის ზურა ხა პირველი ქორწილისთვის ცუდად მაგრამ რახან მეორეა წავა რა აზრი არ უნდა გკითხოთ რა კაცმა რა რაგინა საერთოდ თავს შესული ხარ ზუსტად ისე გამოვიყურე როგორც 12 წელს მადლობა მამუკა მადლობა რომელი ჰალსტუხი გავიკეთა ესა რა მნიშვნელობს ბოლოს მაისფერი უნდა მოეწმენოდა რა მამუკა რა რომელი გავიკეთო ისე ვით გაიკეთე რა წინაზე რა აი ერთი და იგივეთი ხო არ ვიქნებია რა მეორე ქორწილშიც არა სული ხო სულ სხვა არის რა ნოიტყვი რა არ მჯერა რა რა არ მჯერა თამუნი კეთი რომ ისევ თავის იდიოტ ზურას მიყვება ცოლად მაგრამ მაინც მიხარია გიო ნუ დამტანჯერა რა მოგაწოდო ეხა მითხარ თებში მომეცის რით ვერ გაიგე ეგ არა მეორე ეს თებში რა დგინდა რა შემოვლენ ზურა და კეთი ხომ და გატეხონ არა თებში თან დედა შენს გამოგზავნილია და საერთოდ არ მოვწე ვერ გავიგე რა ვერ გავიგე რატო აიჩემე რომ გადაიხადონო ეს ქორწილიო აკო ჩვენთან სახშიო გადაიხად რესტორანში არ ჯობია მოიცა რა სად გქონდა ეხა გაპრანჭული გოგოების თავი რა თან დათვრებოდი ეხა რესტორანში და შენ წამომყვანი იქნებოდა იქიდან ვინმე იყავი სახში და აქ დალია იქნები და შენ კიდე აკეთე საჭმელები კაი გავაკეთებ საჭმელებს რომ მითხარი და ეს კაბა არ მომაღლებს თამუნე ეგეთი რამე არ არსებობს ბუნებაში კაბა როგორ შეიძლება რომ აგამაღლოს არ არსებობს გიორგი იცი როგორი ამაღლებული ვარ სულიერად აი აქამდე ვარ აი თამუნე შენ ნახე დღეს ჩემი სულიერი ამაღლება სამაგეროდ ფიზიკურად უნდა დავეცირდენ უნდა დავიდე კარგით რა საერთოდ არ მჭირდება აგავიკეთებ ჰალსტუხს და ეგა ეხლა პიჯაკი აი ეს აბა ნიკო შეერა კეთის მამა აუცილებლად მოკლავს და მანამ ის პიჯაკი ააჩია რომელიც გინდა რომ კუბოში გეცვას აბა შემოხედე არა კაია პიჯაკი კაი ძალიან კარგი ეხლა ამებს ეს ავიღებ და საწავიღო ო პრინციპში ეყაროს რა მე ცოლი დამილაგებს და იქ იქნება იგას ესე აჰა და უცებ შევალე ხარ მაშინ აბაზანაში უდო მომწასინდები და წავიდე კი ბატონო მე შევიკრავ თასმებს აუ ზურა ეხა იცი რა დავფიქრდი აი შენ კეთიმ და სალომემ უნდა იცხოვროთ აქ ხო ხო რა იყო რა ხო და აი ამ ერთ ოთახიან ბინაში მე შენ და კეთი როგორ ხო მაგაზე ვიფიქრე იცი რა ვიფიქრე და სალომე როცა გთხოვს სადაც უნდა იქ გავტოვებ ხოლმე და სადაც უნდა იქ გავუშვებ ხოლმე სალომესაც გავმართლა ანუ ზური ისე მეორეც რომ უკავს ცოლი როგორი გზნობა არის მომისმინე ხა ნახე როგორი გზნობა აი ძალიან როქშია ხო და აი დიდ თებში სუბხარჩოს რომ შეჭამ და რო გონია რომ გეყო
ხო. მაგრამ ცოტა ხანში ვაცნობიერებ რომ კიდე გინდა. გამიგე? მაგრამ თავს მაინც არ უტყდები, რომ კიდე გინდა, მაგრამ ცოტა ხანში ვეღარ ითმენ და გინდა რომ მეორეც დააყოლო. ოღონდ პირველისგან განსხვავებით პირობას დებ რომ პულს აღარ მიაყოლებ. გაიგე? აბა, ეგეთია. აბა, როგორ გამოვიყურები? დედა, ინა ჩამივარ და გიუთხარი რამე შენც. არა, ძალიან ლამაზი ჯუბაა რა. ეს უნდა გავიხადო. შემცირდა და გეთქვა მე ეგრე რა, გული გამისდა. ულამაზესი ხარ, კეთი, ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ, მაგრამ რა სიწვალე ხარ, რას გამოიპრანჭე, უარს გეტყვი ზურა თუ რა? მეც ვიფიქრე მაგაზე. მაგრამ კაცმა არის მესამედ როდის გავთხოვთ და ამიტომ მაინც გამოვიბრუნდე. თამო მომეცი ეს რაღაცა. მოგცემ? აუ გიო. რო დავშორდეთ ერთხელ და მე ვიქორწინოთ ერთხელ არ შეიძლება ჩვენ. ნორმალური ხარ შენ. აბა კეთი როგორ უნდა მაჯობოს მეორე თხოვდება უკვე მეც მომინდა. თამო, რა შე მზად გაქვს აღამართოს ყველაფერი? კი, კაცო, ჩაწერილი მაქვს ყველაფერი და მოვასწრებ ყველაფერს. ესე იგი, ის გაკეთებული მაქვს ეს აიმე რა არის? ესე იგი, რაც გაკეთებული მაქვს, ისინი არ გადამიშლია და რაც გასაკეთებელი მაქვს, ისინი კი. არა უშავს, მე ყველაფერი მახსოვს, მე მახსოვს ყველაფერი. აიმე, ქათამი გასწე. აიმე, უთო ჩართული ოთახში. არც ჩამირთავს, თურმე უთო და კრემი დამჩა. იცი რა მითხარი? აი როგორი გზნობა, ერთი და იგივე კაცს ორჯერ რომ მიყვები ცოლად. ეცე როგორი გზნობა? აი, ტორც რა შეჭამ. და ცოტა ხანში რომ მიხვდები რომ კიდე გინდა, მაგრამ იცი რომ შეჭამო. მე ზედმეტი მოგივა, მაგრამ მაინც ჭამ. აი ეგრე. აი რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის. ჩვენი ქორწილი მე სუბხარჩოს შევადარე, ქეთიმ ტორტს. არა და კაის სუბხარჩოს კი დავხრიპავდი ახლა. კეთი არ შეგირიგდა მამა შენი? არა, შემირიგდა, თავს იკავს ნერვიულობისგან. არა, ის ხვის ბედნიერებაზე ადამიანი საკუთარ უბედურებას აგებდეს არ მინახავს რა. მეც არ მესმის ამ კაცის რა. ბოლოს და ბოლოს განათხოვარი და შვილიანი ქალი მოყავს ზურად ცოლად. საერთოდ ზურა მიცის რომ ეს ქალიშვილი არ არის. კეთი, არ ნერვიულობ დღეს. აი, თამ რაღაცა უნდა ვინერვიო. რა ვიცი, პირველი 2005 ღამე გაქვს. 2005 ღამე, აი. vera ხარ ხო? მივალთ მაჩის ბიუროში. ის ქალი რაღაცა სულელურ კითხვებს დაგისვამს, ამიტომ სანამ ის კითხავს, მეც უნდა კითხო რაღაცები. მიდი. კეთი, თანახმა ხარ თუ არა? ცოლად გაყვი ადამიანს, რომელიც ყველგან და ყოველთვის დააგვიანებს. ყველგან და ყოველთვის. ტასეცმოს დაყრის იქ, სადაც გაიხდის და არაფერში, არავითარ სახლის საქმეებში და არაფერში არ მოგეხმარება არასოდეს. თანახმა ხარ? კი. ეხლა გიყურებ და ისეთი გზნობა მაქვს რომ ეს ამბავი ადრე იყო და ეხლა რაღაც მეორდება. გზნობა კი არა, კასეტა მაქვს და თუ გინდა გაყურებინა. შევიკრა თუ არა, გახსნიჯები. თავისუფლად იქნები. თავისუფლად რო დავждები გავიქს. აუ, ზურა ისე. ეხლა თავისუფლების დათმობა არ გეშინია? მაინც ეხლა ისე ვეღარ იგულავებ როგორც ადრე ცოლიანი კაცი იქნები და ნუ სანამ არ დაშორდებით ისე. მომისმენე მე და თუ აღარასდროს არ დავშორდებით ერთმანეთს. გასაგებია? აბა რა? თქვენ უკვე აღარ გაინტერესებთ ეს დაშორება შეიძლება. თქვენ უკვე გადახვედით განქორწინება და ქორწინებაზე. თავი დამანებეთ რა. მე და კეთი დავქორწინდებით და აღარასდროს აღარ დავშორდებით ერთმანეთს. ოჩახს უნდა მომწონს შენი შევართება, ხომ გახსოვს წინა ქორწინებაზე საკითხარი? რა? რა და არ გაბედო ქეთის არ გაშორდეთ, თორემ არ ვიცი რას გიზამ მეთქი. ხო და ეხლა ზუსტად ვიცი რასაც გიზამ და არ გაბედო ქეთის არ გაშორდე, გაიგე? ხო. აი გავიდეთ რა ბარე, რადგან მე გიოსთან სუფრაც გაშლია, გველოდება, ამიტომ უცებ გნათ. დავით. ხო, შენ მისმენდა, შენ შემახანაში ჩარჯდები თუ ამის მახანაში? არ ვიცი, ქვემო ჩავიდეთ და გადავწყვიტოთ სადაც. ტელეფონი არ დამიკარგო? არ დავიკარგო არა ეს რა. კი, დავედით, არაფერი არ შევა. მაინც ეხლა მოვიდა რა. წავალ თემურის გამოართმევს კამებს. მიდი ხო. მე მოემზადეთ, ეხლა უნდა წავიდეთ უკვე დრო. ხო, მოიხარშოს და წავიდე. ამბიქია.
გაუმარჯოს. ვა, დიდო? ფო. გადი კაცო ხედა. ვიც მოვიდა გამიმარჯოს. გილოცავ დაია ქორწილი კაია. მართლა. გილოცავ. მე დიდი გილოცავ. მადლობა. მე შევალ რაღაცებს ავიღებ და წავედით. ერთი კაი გოგო მეც გამაცანით რა. იცი რა ქორწილს გადავიხდი? რა კაი გოგო, ძალიან საქართველოში ნაირი დეფიციტია ქალებზე. ერთი და იგივე მოყავს სოლად, აგე და შეზე თქვა კეთ. თამულ მაჭამე რა რამე თორე ამან მთელი დღე მაშინ შელა ქორწილში ვჭამოთო. რა გაჭამო, არ არის ჯერ არაფერი მზად. მიდი პური მოიტეხე და ისჭამე. ვა, რა მაგარია. რობერტი, მოიწია ერთი წუთი აქეთ. რა, იცი ხა დაია, მე იმნაირად ვარ გამოწყებილი, ვერიდები მოძრაობებს არ დემეკუჭოს თანსაცმელი და ვერ მოვალ, შენ მეიწი აქეთ. რობერტ, შენ ვინ დაგპატიჟე ქორწილში? კაი, ახლა დაპაიჯება მე მინდა. ეს თუ სიძის მხარე იკითხავს, ვისთან ხარო, ვეთქვი დედოფლის მხრიდან ვარ თქვა და თუ დედოფლის მხარე იკითხავს, ვეთქვი სიძის მხრიდან ვარ თქვა და ასე. სიძე და დედოფალი მარტო ჩვენ ვიქნებით. მე და მარტო თქვენ თუ ხარ, დაია რას მაფიქრებ ამდენს? რობერტ, შენ ახალ ქორწილში დაპატიჟებული და მაშინდელივით არ დაიწყო ძალიან გთხოვ რა ბუხარში დავჯდები და ვერ ჩემამშრევთ აქ რო ვარ ხმას არ ამოვიღებო. ვიცი, რო არ ვარ დაპატიჟებული და თორნიკეც არ არის დაპატიჟებული და ისიც შემოვიყვანე. რო არაფერი გეთქვა ჩემზე. თქვენ კარგით დაპატიჟებულები ხართ, მაგრამ ერთი პირობით. აქ დარჩებით სახში და ღომს მოხარშავთ. აბა, თქვენ იქ წახვალთ ხელის მოწერაზე და ჩვენ სახში საჭმელები უნდა გავაკეთოთ? ხო რა მოხდა? თუ გინდა გადმოქეკე სახლი. მე რა მასა დაგეწყო და აი ცხელი ღომი რომ მომახალეს სახეში. კაია, დავალაგე. მადლობა, თემურ, მადლობა, შემოგატვი ხოლე. მოდი გია, მოდი. მოდი. აღარ შემიძლია. ვა, დიდო, კიდე შენ ხარ? ფო. გადი ბიჭო, თორე დაგიბრუნე, თქვენ გამომართიეს კაცო. იცი რას ფიქრობდი თამნაზე, რა? აი კეთი თავისი ქორწინების წლის თავი როგორ უნდა აღნიშნოს ვერ გავიგე. ჩემი პირველი ქორწინებიდან გავიდა 20 წელი და მეორედან 7-ო თუ რა ხდება. ისე მართლა, კეთი მაგონებს მანქანას. აი დიდი გარბენი როა, ხოზე ხარ, მე კილომეტრებს რო ჩამოყრიან ხოლმე და მეორე წრეზე რო უშვებენ. ისე დაია, კეთიმ თავის პირველ ქორწილში ნასროლი თაიგული თვითონვე დაიჭირა. შენ თამადახარ ხო დღეს? კი. ეგ ითქვის სუფრაში დაწყდება ხალხის სიცილი. მე მზად და წავედი. არა, მოიცა. დასწრებაზია. აბა ჩემანქანის შაჯდომა ვის უნდა? გიორგი, მე შენ გამოგხვალ. აბა ეხლა ამას მარტო ხო არ გავუშვებ მე. ამან არის სივრცე? არა და თქვენი იმედი მაქვს ახლა მე. რა ხდება? მიხედე ყველა. რა ხდება და თამუნამ ასე თქვა, თქვენ დარჩით სახში და საჭმელები გააკეთეთო. თამუნამ სახში დარჩით და საჭმელები გააკეთეთო. Yes! რა მაგარია? ფო. არა, იცი საჭმელების გაკეთება? არა, შენ? არც მე. რა მაგარია? თაცი ბუჩიგედე მაქანის გასაღები დამთა. მაინ ეს კარი რა თქმა უნდა ღიადოთობა. დებილმა. ზურა. ვაიმე. მამუკა. ვაიმე. მამუკა ჩავიკეთე. ვა. მე კიდე მეგონა რომ ჩავიკეთე და კეთ ვაწევოდი რა. ხო, ეს ავიღე. ესენიც წასულა. კარგი, მორჩა წავედით. ვაიმე. მიშველე წოლი მინდა. რაღაცა სულელურად გამომივიდა რა. ვაიმე, მიშველე! ვირმე მიშველე კარი ჩაიკეტა. მამუკა! ვაიმე. ნამდვილად საიდანაც მეცნობით. სახე მაგ ხალბატონ ტიპიური და ალბათ მაგიტო. არა, ნამდვილად სადღაც მყავხართ ნანახი. ალბათ სხვა ქორწილში აქ. არა მგონია მე ეს უბრალო სტუბრებს ვერ ვიმახსოვრებ. ხალბატონო. თამუნა. აი მე მოვიდნენ მე მგონი. მოვიდნენ. აი მე ნიკა. ნიკა სადაა ზურა? ზურა? უი, ჩემთან ერთად არ მოსულა? მაგა ჩვენ გიხდით. ნოგიშინიათ, ჩემთან ერთად თუ არ მოვიდა, ესე იგი მამუკამ წამოიყო. შენთან ერთად თუ არ მოვიდა, ხო? აი მე სიძე იგვიანებს?
ნუ ნერვილობთ ქალბატონო, ჩვენ მიჩვევლები ვართ. ბაბა, გახდება. სად არის ზურა? ზურა. ზურა შეთან ერთად არ მოსულა, კაცო. ესე იგი ნიკასთან ერთად მოვიდა. მე შენ წამოიყვანე. მოიცა მე შეგრებე მეგონა მე წამოიყვანე, მაგრამ აი რა ხდება ახლა? მამუკა, სად არის ზურა, გითხარი? ვიცი. დაკაცები ხართ რა, ვერ გავიგე. ზურა როგორ დაკარგეთ? კაი რადიო რა, ქართულ ერს ისეთი მწერლები ყავს დაკარგული, რომ ამ ერთ ზურას გადავიტენთ როგორ. ცუდად. კაი, ქეთი, ეხა დაწყნარდი. აი ნამდვილად საიდანღაც მეცნო. კარგით. განსაკუთრებით აი იმის მერე რაც აღელდით. კაი, მოიცადე, ქეთი, მოიცადე. ნიკა. ხო. ნიკა. ნიკა, მიესალმე ქალბატონს, ნიკა. თუ არ გახსოვთ, გაგახსენებთ, რომ მე და ქეთის ხელი პირველად ამ ქალბატონმა მოგვაწერინა. მაშინ ნიკა გამოუცდელი ღლაპი იყო და ისე მოხდა, რომ სწორედ ამ ქალბატონთან დაირწა პირველად მისი დონჟუანობის აკვანი. გამარჯობა. უიმე თქვენ საიდანღაც მეცნობით. ძალიან მეცნო. უკაცრავად ქალბატონო, მაგრამ იმ ამბების მერე 14 წელი გავიდა, ასე რომ მე არა. აუ, ზურას ტელეფონიც მე მქონია. გამოსვლის წინ მითხარ შენ კონდეს და აჰა. აი რა თმინა ახლა ეს ტელეფონი ამას გავყვეცოლა? დამართანე ამჯერად. აუ თამო. ხო რა და გადაიფიქრა. გაგიშდი შენ ქეთი, რა გადაიფიქრა? რეებს ლაპარაკობ. იქნებ რამე უბედურება შეემთხვა უბრალოდ. სულ ესე რატო ხდება, ნუ? იმიტომ რომ სულ ერთსა და იმავე კაცს მიყვები წოდა. ხვდები? ვარ რა ისე იგივეს მიკეთებს, რომ ამას ქვია, ვაის გავეყარე და ბაის შევეყარეო რა. მოიცეთ ახლა კაცო, დავშვიდე. ნაციონალურად უნდა ვიფიქროთ ამ დროს. რაციონალურად, გიო. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ნაციონალურად თუ რაციონალურად? აქვს. დარწმუნებული ვარ, ზურა საერია გზა და სხვა მაჩის ბიუროში მივიდა. ხო. ხო და მე რო აერიოს და სხვა მაჩის ბიუროში სხვა გოგო მოიყვანა, სწორად მე რა ვქნა? აი საიდანღაც მეცნობით რა. აუ ეს ამ ქალ მოკლა რა. აი მაშინაც ასეთ რაღაცებს ამბობთ. მოიცა ახლა ზურას ნაცვლად მე მოვაწერ ხელს. ვიდა უწევს ახლა მოსდაზე ყურებას იხვი. ძალიან ცუდად რა. ვაიმე, რა ბედი მაქვს რა, რა ბედი მაქვს რა. ერთხელ მოვინდომე დღეს კარგად საფუძვლიანად დავლემეთქი და ზურა არ მოდის რა. წამოდი გავიდეთ ქუჩაში, ვინმეს ვეტყვი, კაცო, ვინ ეტყვის ამას უარს ანგელოზივით გოგოა, შემოიყვანს დინორას. მე ცუდად. კარგი და აი გამახსენდა. შენის გოგო არ ხარ იმ ხელმოცარულ ბიჭს რომ გაყევი, ცოლად გამახსენდა. აიმე მელოტი ბიჭი იყო რაღაც არასასიამოვნო გარეგნობის მახსოვს. მაშინაც როგორ განერვიულა. ისე კარგია ახალ ცხოვრებას რომ იწყებ. ისე ესეც გვიანობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმას ჯობია. ქეთი. მოპატიე რა. გონი ეს უარესია. რა და? ეხლა მე ზადა ეხლა მე მიშველეთ ხალხო მიშველეთ ამინ გათიშულია რა ხო ეს სუგათიშული ამას ხო ვერაფერში ვერ გამოიყენებ რა არ უნდა აგინო ეხა ვინც არ გადაიხადა მაგრამ მაშინ ჩემზე გამოდის რა პრინციპში მამუკას უნდა გადაეხადა არა რიგირს ეხა მამუკასო მაგრამ მაინც ჩემზე გამოდის რადიკალური ნაბიჯის გადადგმა საჭირო. დრო მოვიდა რომ რადიკალური ნაბიჯი გადავდგა. აი ვიდა უნდა გადავჭრე. ვაიმე რომ ჩავარდე
გავაკეთო, მე თუ გადამარჩინე. ოღონდ ისე გადამარჩინე, რომ ფეხებიც გადამირჩეს. ხელის მოსაწერად ხომ დამივიდე? უი, და ხელიც უნდა გადამირჩეს. აბა ხელი როგორ უნდა მოვაწერო? ანუ ისე ტყუილად რა თმიდა იქ მისვლა რა? მოკლედ მე თუ გადამარჩინე რა. თუ ეხლა გადამარჩენ იცი რა, ბარემ 8 ნომერმა ავტობუსმაც მალე ჩამოიაროს, რომ გავყვეთო, რომ ისედაც ძალიან დავაგვიანე. კაკი, მოკლედ, კეთი. ვაიმე, მოდივარ. ვაიმე. აი ეს. მე ჩემო საწყალო, მე კიდე მეგონა რომ გადაიფიქრე. არა, გადავიფიქრე. დავიწყოთ. ვაიმე. იგივეა? იგივეა, ხალბატონო, იგივეა. გაუვიდათ ვადა და თავიდან აწერენ ხელს. დედა. ვაიმე. დროზე ხო, თორნიკო და რობერტი არაფერს აღარ დაგვიტოვებენ იქ. დავიწყოთ. აბა, ახლაც მზად ხართ თუ არა, რომ ცოლად შეირთოთ ქეთევანი ზურაბ? დიახ. და მე და ქეთი გავხდით ცოლ-ქმარი. ისე. შენ აკიდია. გიცანი. გამახსენდი. ხო. ისი ჩვენ გვეჩქარება. წავედით, აბა გოლდებიან ბიჭები. წავედით. მართლა დამტოვა კიდე. სანამ მე აივნიდან წრებოდი და მე და ქეთი ხელს ვაწერდით, საწყალი თორნიკე და რობერტი სახში გველოდებოდნენ. ამასობაში თამუნას პერიოდულად ახსენდებოდა რისი გაკეთება დავიწყებია. თოკო გეხვეწები რა, ეხლა გამახსენდა რომ ქათამი ბაჟეში არ ჩამიწვედა, მიდით რა. კაი, მიდი. თორნიკე. ეხლა გამახსენდა რამ გამომაშტერა, არ ვიცი, ის ქათამი არ დამიჭრია და გეხვეწები მთლიანად არ ჩადოთ, ხო? კაი ბიჭი, ხა მიდი. თოკო რამ გამომაშტერა, არ ვიცი, ის ქათამი საერთოდ არ შემიწვავს და მიდი რა გეხვეწები რა. კაი ბიჭი. თოკო გეხვეწები, უცბად მაღაზიაში ჩაიგვინა და ქათამი იყიდე რა. რა თმინდა, ხოლმე შეწვა და ჩაალაგოთ ბაჟეში. ხო თოკო? ბაჟე სადაა? ვაიმე, ბაჟე. თოკო მიდით რა, გეხვეწები. სამინ. სულ ფიქრობდი ეს ქალები რატო იწევლებიან, თქო და ახლა მივხვდი. ეს გააკეთებს, საჭმელს გააკეთებს, მაგიდასთან გამოიტანს, გააწყობს, მე რეალაგებს, დარეცხავს, ის და ქმარი მოვა საღამოს კიდე სახში და ხლაბუც დაუწყებს. დააწყევლის, აბა რა იქნება? ისე მართლა რამდენი რამე გავაკეთეთ, არა დავიღალე მაგ. ეგეთ დაღლილი ცხოვრებაში არ ყოფილა რა. რა მაგარია? ეგეთი დაღლილი ცხოვრებაში არ ყოფილა რა ზეხარ. სად არიან ისი ამდეხას ხელის მოწერა სად უნდა ამდენით რა. როგორ არ უნდა ბიჭო, რამ სიგრძე გვარი აქვს? თარხან მოურავი, თან შუაში დეფიციტს უნდა. ვარ მაგათ გავიცინებდი ახლა. მაგრამ არა უშავს, ხვალ გამახსენე დასვენებულზე. მაგარი. დაენაღვლება მაგზურას. მეორედ მოყავს სოლი და ეს საცოლშვილებიჯები კი გაუწყვიტა წელში. არა და ბიჭო, მართლა რამდენი საჭმელი გავაკეთეთ არა? თან მე მგონი ყველაფერი გემრიელია ძმაო. ხო. მეც მაგაზე მწყდება გული, ასეთ კარგ რაღაცებს ვაკეთებ და ჩვენ სხვის გამ უნდა გამოვქონდეს საჭმელი. სულ ჩვენ გამ უნდა გაქონდეს. მაგრამ არა გული საშუალება და. ისე ბიჭო, რამდენი საჭმელები გავზიდეთ ჩვენთან და ბანო ჩვენთან ვაკეიფოთ თქო. იმიტომ აგვიანებენ რომ საცობებია ქუჩებში და მაგ პონჩში. საცობები თუა ქუჩებში, საცხობებიცაა და გაიარო და იქ ჭამო. ჩვენი გაკეთებული კერძი არ მიიტვა რა. საცობები. მოვიდა, მოვიდა. დადეკიმან. ვისია. დაიწყო ქეიფი. თამადად რა თქმა უნდა გიორგიმ თავისი თავი დაინიშნა.
ჩემოკარგებოდა საყვარლები. მე მინდა დავლიო ქეთის და ზურას სალღიგძო. მაგრამ რო დავლიო და მე რო თქვა სალღიგძო არ შეიძლება? არა, ნახე რა სუნია გამდალოცულ სამად. უამრავჯერ გაცილებული ყავს შერიგებული ყავით ერთმანეთს რო აი ესეთი გემრიელი სუფრა დაგვეყაროს და გვეკეიფოს რა აბა ჰე გაგიმარჯე აბა ვერდი ჩემ მამუკასთანავ რა გენაცვალე ჩემო გიორგი შენ გენაცვალე აბა რა იცოცხლე ყანძი ყველა ბედნიერი იყო ჩვენთან ერთად გვილოცავდნენ და ლამას სიტყვებს გვეუბნებოდნენ აბა შენ გენაცვალე ჩემო ზური გაგიმარჯოთ გილოცავთ პირველი რაც მე რეგისტროთ ის არის რომ აი ხა მე რომ დავლებდი და ცუდად რომ არ გავხდე რომ არ ჩაგაშხავთ ეს ზეიმი. კარგი ხო. ჩემო ზურა. ხო იცი როგორ მიყვარხარ. იცოდე. აწი ჩვენ სიყვარულს ვერაფერი და ვეღარაფერი და ვერავინ ვეღარ დაანგრევს იცოდე. ყოველთვის ვიქნები შენი მოსიყვარული უფროსი ძმა. შენი ნანუკა. შენი შეჩემა. და თუ გინდა შეჩემა კიდე. მეტი თუ გაგაბრაზებს ხო ეს უნდა გავუკეთო. სუსტი ადგილი აქვს მაგას ნეკნები. აბა თქვენს გაგიმართეთ. მადლობა. მივთვით. მეც მინდა რომ თქვა. ქეთი და ზურა. ხა ბევრს არაფერს არ გისურვებთ წინა გამოცდილებიდან, იმიტომ რომ სულტყუილად მასურვებინეთ წინაზე ყველაფერი, მაგრამ ვაიმე, მე მგონი დეჟავიუ მაქვს. დამონა მე მინერალური დალია გვაქვს. იჟოგა და დეჟავიუ სხვადასხვა რაღაცეებია გიგო. მოკლედ გაგიმარჯოთ რა. მადლობა. გაგიმარჯოთ. ზური ქეთი გაგიმარჯოთ. რაც ეხა ვერ დაგლოცოთ კიდე შემდეგ ხორცილებში დაგლოცავთ არა ეხლა მე ვიტყვი ზურა ქეთი გაგიმარჯოთ კარგად იყავ სულ შერიგებაზე რო ქეიფობთ ხოლმე მოდი რა რომ დაშორდებით მაშინაც ვიქეიფოთ ეგრე არ ჯობია მადლობა ზურია, ქეთია. გილოცავთ. აგერე, ჩემ გიორგის დემესესხების სიტყვებს და ხა სიტყვები ჩვენგან ისესხოს კიდე. ხვავი, ბარაკა, ბედნიერება, ძეობები, ერთი ეს ხაჭაპური მომაწოდე შენ შემოგევლე. მაგი კუთხის არ მინდა შუა იყოს. აი ხარ, შემოგევლე თქვენ და გენაცვალეთ რა. მადლობა. ასე. დედიკო მამიკო გილოცავთ და ყველაზე მეტად მინდა რომ აღარ იჩხუბოთ და აიპოდი მიყიდოთ. მამა სოლი მოყოს დედა მithხოვდება მომეს წრომშობლია. მოკლედ დიდი მადლობა, ურმესი მადლობა ყველას. არა, ჩვენ მართლა კი არ ვიჩხუბეთ, უბრალოდ მიზეზი გვინდოდა რომ მეორე ქორწილი ქონოდა. იუმორი. ხო, აი სალომე გვეუბნებოდა, სულ აინტერესებდა როგორი ქორწილი გქონდა, ჩვენ გადავწყვეტეთ რომ პირდაპირ გვეჩვენებთ. აბა ქეიფი ნელ-ნელა აიწია, ყველა თვრებოდა და უფრო კარგ ხასიათად გებოდა. მეჯვარეები სადღეგრძელო. მეჯვარეები. მართალია. შენ ხარ გიორგი მეჯვარე, შენ და დალიო სამადლობელი. სამადლობელსაც დავლე. და მეჯვარეების სადღეგრძელოსაც დავლე. შენ ნუ მასწავლი მე ახლა, დაიწყო სწავლება. აი თქვენ ნახეთ, დღეს თუ ბაბუა ჩემის რეკორდი არ მოხსნა. ზეცე ის არ გეყო მთელი ცხოვრება ზევიდა რომ მიყურებდი, ხა იფრინე კიდე. დავამატო. ჩემი ღვინოა ბიჭო, დიდო ღვინოზე კი არა ატმის წვენზე გეუბნები, ყველა ნელ-ნელა თვრებოდა, გიორგი ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა, მაგრამ ბაბუა მისის რეკორდი მაინც ვერ მოხსნა. ყველას ნეულება
ხაზე სიყვარული ძნელია შემოძმაო ბიჭო რა თქმილი კაცი ხარ რა საყვარელი კაცი შენი სახელი უნდა დავრიო არა გიო შენ გენაცვალე ხო იცი მე შაქარი ვარ ჩემთვის დადება შეიძლება ამიტომ აი ამ სასურველში შენ გაგიმარჯოს მე როგორ სიყვარული ასე ვთქვი დაგიცალოს აი რა დამისხი რა მაიტა კაცო აბა წავიდა ისე ეს რა მაგარი კაცი გავიცანი და რატო არ ვიცნობდი მანამდე არ ვიცნობდი გაცი ხელი რატო არ ვიცნობდი არა ზურა წავიდეთ რა დამთრალი მე თორნი რამდენი დალი ზასვეთო ხოდა წამოდი ჰაერზე აივანზე რამდენი დალი იცი რამდენი დავლია რამდენი სამი დავლია ეხა დავითვალე რამდენი დავლია და ზუსტად 43 ჭიქა დავლია არასოდეს ამდენი არ დამილე დაწუნებული ხარ თოკო კი როგორ არა მე გიხვეწები რა ოღონდ ჩუმად იყავი და გიორგისთან ეგ არ წამოხსნეს თორე გაგიჟდება გეხვეწები ჩემზე ინერვიულებს ხო ინერვიულებს კი არა მოგიხსნია ბაბუა მისის რეკორდი წამოდი ია ბაბუა შერდი ვინეგინება ხე რომა შეგინა ვინეგინება გადაკე მიწოდაში ქინება არ არის ყველაფერი ძალიან კარგად იყო. ყველა ძალიან ბედნიერი იყო, განსაკუთრებით მე, ქეთი და სალომე. მოკლედ ყველაფერი იდეალურად იყო. მაგრამ ამ დროს გაისმა ზარი. მოვედი. ვაიმე! მამა! ვაიმე! ქეთი! დაუსხე. ვისი დასწრალიო შუგეს. აბა ესე როგორ მომენტოდი აქ ფიზალი ძალიან ბევრი ვიფიქრე. ჩემი ვსეთ. მივიდე თუ არა მეთქი, მაგრამ მე რეგულმა აღარ მომიწვინა და მაინც მოვედი. ჩემოქეთი. მამა. ჩემთვის თავარია შენ მყავდე კარგად. და სულ ერთია ვისთან იქნები ბედნიერი უსაქმურ ნაძირავასთან თუ ნორმალურ ადამიანთან დიდი მადლობა საჩუქარი მოგიტანე საგზურები ვაიმე იმ ქვეყანაზე მიშვებს მამა იცი როგორ გაგვახარე მადლობა მამა გამიშვი ხლა ურა მაგარი მაგარია მამა ჯერა მამუკა მამუკა გამიშვი კაცო შეგენაცვალე თემურეზო თემურევას დაშ ეს რა კაში გაჩერეთ ახლა სვაშოს მესმავს თქვენთვის დაჩქარი ხო ზოგადად და აი ეს არის ჩვენი საშაურმეს ულიმიტო აბონემენტი გაიხარეთ ზოლი მოკლედ ყველაფერი იმაზე კარგად დამთავრდა, ვიდრე ველოდებოდით.
ვაიმე დედა. რატო დავli ამდენი რა მინდოდა? ვაიმე დედა. არა. აი ახლა ესე ვარ, თურქული სერიალი ნაღდათ არ მინდა რა. აბატი სილვა. ცხელია ეს. აი მე ერთი ბოთლი ლუდი მომცა რა. ცოლი კი არა, ლუდი ვინატრე მე. ხო ზაყარელო, ხო ჩემო ბედნიერება, ჩემო თვალისჩინო. ფახმლიაზე ვარ ხო, ეს როდის გადავარგებთ. რაც უდემა. რაც ეს მითხარი, ამაზე უყურესა თავი მაინც აღარ ამტკიდეოდა. ჰა? ფულს გიბრუნებე? მოიცე, გირავნობის ვარ და გავიდე უკვე? ხო? მოიცე, ესე იგი ბინავნად დავცვალოთ ახლა. და სად ვიცხოვროთ მე? აქ ვიცხოვროთ? კი, მაგრამ სანაზურა ჩამოვა? რაც? მოიცე, აქ როგორ უნდა ვიცხოვროთ ახლა? ამ პატარა სახლში კაცო. აი მომცრო, სოროში უნდა ვიცხოვროთ მე, შენ და სამა მცირეწლოვანო მონსტრმა. კარგი. კარგი. ვაიმე თავი. ვაი თავი. აი მეზობლებო. რა სიმყუდროებს და კორპუსს გინგრებთ?